მე ვიტყოდი იმას, მე რას გავაკეთებდი თქვენს ადგილას რო იყო მეგობრებო. მე დავიწყებდი იმით, რომ უარს ვიტყოდი ნარკოპოლიტიკის პოლიტიკური მიზნით და პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენებაზე. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ცოდვილი ქულა, რაც შეიძლება, ყველაზე ცოდვილი ხმა, რომელიც შეიძლება აქედან მიიღო. იმიტომ რომ ის დგას ადამიანის სიცოცხლეებზე. ნებისმიერი ასეთი ტიპის გამკაცრება, რომელსაც თქვენ საბოლოო ჯამში იყენებთ იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები დაეწეროთ ამისგან, იწვევს ადამიანის ტანჯვას. საქართველოს მოსახლეობა 100-ჯერ უფრო ნაკლებ გამაყუჩებელს მოიხმარს, ვიდრე ცივილური ქვეყნების მოსახლეობა. ეს იწვევს უამრავ დახოცილ ადამიანს ზედოზირებით. ზედოზირებით რა ხოცავს? ნარკოტიკი კი არ კლავს, ნარკოპოლიტიკა კლავს. ნარკოტიკი ექიმის ხელში არის ჯილდო პაციენტისთვის, რომელსაც ტკივა. ექი არის დამამშვიდებელი ფაქტორი, რომ მას ტკივილს მოუხსნიან. მაგრამ ჩვენ ნარკოპოლიტიკა გამოვიყენოთ ადამიანების დასჯის საშუალებად და ფაქტობრივად ციხეში გვიზის პატიმრების დარწმუნებული ვარ მე-13-ზე მეტი, 2500 ბარიგათუა მომხმარებელი და შემნახველი მეორე მაგდენზე მეტი უნდა იყოს ბოლოს და ბოლოს. ანუ გამოდის, რომ ჩვენი პატიმრების ნახევარი ფაქტობრივად და ამდენ ფულს ხარჯავთ ამ ყველაფერში, თუეში 2000 ლარს ერთ პატიმარზე ხარჯავთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც არავისთვის არაფერი არ დაუშავებიათ. აი ჩვენ ამ ყველაფერზე ვიტყვით უარ. იმ საფრთხის აღმოსაფხრელად, რითაც ხალხს აშინებენ, რომ ოჯახები გაუბედურდება და ასე შემდეგ. სინამდვილეში ყველა ეს მიზეზი, რითაც ოჯახები უბედურდება, არის ამ ხალხის მოწყობილი. პირველი იმითი, რომ ციხეში ზიან ხალხი, რომლებიც ციხეში არ უნდა იჯდნენ. მეორე, ნარკოტიკი, რომელიც დღეში ადამიანს, შვეიცარიის მაგალითზე გეტყვით, 10 ლარის ნარკოტიკზეა საუბარი. ანუ ნარკომომხმარებელს დღეში ჭირდება 10 ლარის მაქსიმუმ ნარკოტიკი და ის არაფერს არ მოიპარავს. არ იქნება ქურდი, არ იქნება ყაჩაღი, არ იქნება რაღაცა. იმიტომ რომ ნარკოტიკი ჭირდება. სისტემა სულ ამ ქვეყანაში კომუნისტებიდან მოყოლებული დღესაც იყენებდა რისთვის? რომ საზოგადოება ეკონტროლებინა ნარკოპოლიტიკის მეშვეობით და თუ გვინდა რამე შეიცვალოს, უარი უნდა ვთქვათ საზოგადოების კონტროლზე ნარკოპოლიტიკის მეშვეობით და ეს თემა პოლიციიდან გადაულოცოთ ექიმებს. მე დღეს ექიმით ჯალათი მგონია, რომელიც ეგუება იმ წესრიგს, რომ მისი პაციენტი, მისი ონკოლოგიური პაციენტი 100-ჯერ ნაკლებ გამაყუჩებელს იღებს. თვალს ხუჭავს იმაზე, რომ იცის 100%-ით იცის, რომ მასაც ისევე ტკივა, როგორც გერმანელ პაციენტს. მაგრამ იმიტომ რომ პოლიციის ეშინია, იმიტომ რომ ხმას ვერ იღებს, რაც სათქმელია იმას არ ამბობს. ადამიანების ტანჯვას უწყობს ხელს. მე მინდა რომ აი ეს საშინელი წესრიგი, რომელიც ჩვენ დავხვდა, რომელსაც ვაგრძელებთ, მინდა რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს. ფაქტები, კაცო, ფაქტები, ან უარყავით, ან დავანახმებით. მაგრამ ფაქტი ხო ესეა. რატომ მომიხმართ 100-ჯერ ნაკლებ გამაყუჩებელს? მართლა თუ ანტი-ადამიანები არ ვართ და ჯალათები არ ვართ. შინაგანად. როგორ რას ვერჩით, კაცო, ადამიანს, რომელიც ტკივა, რომელიც იტანჯება. ტკივილს ატო არ ვაყუჩებინებ, იმიტომ რომ ქუჩაში ნარკოტიკი არ მოხდეს, რა შუაშია.